ვსაუბროთ ამ ადამიანზე და კერძოდ კი მის შემოქმედებაზე. თითოეული ფაქტი, რომელიც გათვლილი იყო პროექტში, ალბათ მივხვდით, რომ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ასტრიდ ლინდგრენისთვის თავისივე წერილები და საკუთარი მოთხრობები. თითოეული მოთხრობა, რომელიც ასტრიდ ლინდგრენს ეკუთვნის, ასე ვთქვათ, ძალიან მობიერი და ბრილიანტი არის დაწერილი, მაგრამ ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ საქმეს იწვევს. რადგან თითოეულ მათგანში, ასე ვთქვათ, აღბეჭდილია ბავშვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ასტრიდ ლინდგრენისა და სარა შვარტის წერილებს გავეცანით, რომელიც ზუსტად 1971 წლიდან 2002 წლამდე ერთმანეთთან ეგზავნებოდა და ასე ურთიერთობდა ორი ერთმანეთთან რიცხვა ადამიანის. ასტრიდ ლინდგრენს სარა შვარტი მისივე მოთხრობებიდან იცნობდა და მას არავითარი კონტაქტი არ ჰქონდა ასტრიდ ლინდგრენთან, მაგრამ ასტრიდ ლინდგრენს სარა შვარტი იცნობდა მისი მოთხრობებიდან, რომელიც მას ჰქონდა შექმნილი და იქიდან გამომდინარე, რომ მისი მოთხრობები მან მიიტანა სულთან ახლოს, გადაწყვიტა რომ წერილისთვის მიეწერა და ასე ვთქვათ, ეკითხა რჩევა ცხოვრება წარმართა უკეთესობისაგან. ჩვენ გავიცანით წერილებს ასტრიდ ლინდგრენსა და სარა შვარტისაგან გაგზავნილს.